არის გამოსვლები მსვლელობის პარალელურად მარში მიემართება რუსთაველის გამზირზე ჩვენ უკვე გამოვიარეთ მარჯანიშვილის ხიდი და ელბაქიძის გავლით ავალთ უკვე რუსთაველის გამზირზე ისმის განცხადებები თუმცა მანამდე გვესმოდა ქართული მუსიკის მათ შორის კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი ამ მსვლელობას მიუყვება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ვერ ვიტყვი რომ რაიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილით მშვიდობიანი მსვლელობა არის რუსთაველის გამზირისკენ ეცნები გავესაუბრო პოლიტიკოსებს პირველი ხაზი და შემდეგ კი ვხედავთ ბადრი ჯაფარიძეს რომელიც ასევე მსვლელობას შემოუერთდა და ამის შემდეგ ვეცნები მასთან გასაუბრებას ბატონ გრიგოლ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს გითხარით რას ნიშნავს თქვენთვის დამოუკიდებლობა თავისუფლება და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ულოცავ ყველას ამ დიდებულ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს აღვნიშნავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობთ ჩვენ ვართ დიადი ამაყი ძალიან გონიერი ვისაც შანსი არ ეძლევა რომ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწიოს იმიტომ დღესაც კლავაც ისევ ქართველების ხელით ხდება ამ ქვეყნის ბოლშევიზაცია ხდება ამ ქვეყნის ჩაბარება რუსეთისთვის მაგრამ მეორე 1920 წელი აღარ გამოვა იმიტომ ჩვენ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები ჩვენ ვართ ძლიერი ამაყი ხალხი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს ქვეყანა არ ჩაბარდეს რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას და რა თქმა უნდა დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ძალიან დიდ მონაპოვარს რაც ჩვენ როგორც ერს და ხალხს გაგვაჩნია პირველი რესპუბლიკის სახით სწორედ 2 წელში და 8 თვეში ქართველებმა შეექმნათ სახელმწიფო რომელზეც საუბრობდა მთელი მაშინდელი ცივილიზებული მსოფლიო აი ეს ხალხი ვარ ჩვენ აი ეს შეგვიძლია ჩვენ და ჩვენი მაქსიმუმი არ არის ეს სამარცხვინო კლოუნადა რაც ეხა რუსთაველის 8 ნომერში ტრიალებს ამიტომაც გავერთიანდეთ გავძლიერდეთ გვახსოვდეს რა შეგვიძლია და შევუტიოთ ბოლომდე გამარჯობამდე 107 წლის წინანდელი დამოუკიდებელი საქართველო გაიხსენა ქალბატონო ბატონმა გრიგოლმა მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალების როლი პოლიტიკაში ჩვენ ყავდა 5 ქალი დეპუტატი ასევე მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი რომელიც აირჩია საქართველოს არჩევნების გზით დღეს რამდენად სურს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას იყოს ძლიერი ქალი პოლიტიკაში და როგორც ცდილობს ის რომ ძველებური გავლენებით შეამსუბუქოს საქართველოს მართლაც საოცარია რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია იყო მაშინდელ მსოფლიოში ალბათ ყველაზე მოწინავე კონსტიტუცია მათ შორის ქალების უფლებების თვალსაზრისი და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვაქვს ეს მემკვიდრეობა სახელმწიფოებრივი მაგრამ იცით რა მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე მაინც შედარება იმიტომ რომ ტრაგიკულად დასრულდა პირველი რესპუბლიკა და მეორე რესპუბლიკა აუცილებლად გაიმარჯვებს მე ამაში ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ ჩვენ მაშინ რაც არ გქონდა ეს იყო მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ დღეს ვნახეთ თავისუფალი სამყარო როგორ უჭერს მხარს ქართული ხალხის გმირულ ბრძოლას სახელმწიფო დამოუკიდებლობის გადასარჩენად ჩვენი დემოკრატიის გადასარჩენად და რაც თავარია საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც ნიშნავს რომ ჩვენ აღარასოდეს შეგვეშინდება სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვის და დღეს ნახეთ მათ შორის ვაიმარის ქვეყნების განცხადებაში რომ ერთადერთი წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეს არის დღევანდელი ხელისუფლება ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა ამისთვის ყველაზე თავარი ამოწმება ეს არის დემოკრატიის აღდგენა ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის გადაბარება ამ ქვეყნის მართვის სადავეების მადლობა ბატონ ბადრის ხედავთ ბატონ ბადრი თუ გესმით ჩემი ხმა ძალიან საინტერესო კომენტარები მოვისმინეთ თქვენი თანაგუნდელების მხრიდან თქვენ კი კითხავდით თუ 3 წელი მქონდა დამოუკიდებელი საქართველო წინა საუკუნის დასაწყისში შემდეგ 70 წლიანი ოკუპაცია დაიწყო დღეს როდესაც ასევე დამოუკიდებლები ვართ ხედავთ თუ არა პარალელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რომ ცდილობს სრულად ოკუპირებას და ამას საქართველოში ეგრეთ წოდებული მართველი ძალა ხელს საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველთვის ხელზე ადგას რუსეთის
პოლიტიკოსებს რუსეთის ხელისუფლებას ყოველთვის ცდილობს რომ შეარყიო ჩვენი სახელმწიფოებრიობა, შეარყიო ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ამჯერად ქართველი ხალხი მარტო არ არის ამ ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენი ხალხის გვერდით არის, ჩვენი სახელმწიფოს გვერდით არის, ამიტომ მიხვდებით იმისა, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლება საქართველოში ყავს თავისი საყრდენი დღევანდელი ქართული ხელისუფლების თვითმართველი ხელისუფლების სახით ქართველი ხალხი ამ მოპოვებულ თავისუფლებას დამოუკიდებლობას არ დათმობს. არ მხოლოდ არ დათმობს, არამედ ქვეყანას აუცილებლად დააყენებს ნორმალური დასავლური ცივილიზებული განვითარების გზაზე, რომელიც მოიტანს ამ ქვეყნებში ზეთხ და სამუდამოდ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, სამართლიანობას და დიდ პერსპექტივას. დამოუკიდებლობის დღეს ასეთია განცხადებები, რომელიც მარშის პარალელურად კეთდება ლელოს წევრები, მათი მხარდამჭერები და ლიდერები მიემართებიან რუსთაველის გამზირზე. შეგახსენებთ, რომ 107 წლის თავზე კიდევ ერთხელ აღინიშნა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები, მსვლელობები, მარშები, ყველა ერთად კი იკრიბება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე, სწორედ გაიმართება უკვე დასკვნითი შეკრება, სადაც აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, რომლის გაფრთხილებასაც შეკრებილი საზოგადოება ყოველდღიურად უკვე ცდილობს.